I, Donald John Trump, do solemnly swear. საპრეზიდენტო ფიცის დადებისთანავე ამერიკის 47 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ქვეყანაში საღაზრს დააბრუნებს და შეასრულებს საარჩევნო დაპირებებს, მათ შორის შეზღუდავს უკანონო იმიგრაციას. I will declare სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ. მილიონობით დამნაშავე უცხოელ შინ გავაბრუნებ. სამხრეთ საზღვარზე ჯარებს გავგზავნი, რათა ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული შემოჭრა შევაკავო. დაპირებათა ნაწილის შესრულებას ტრამპი პოსტის დაკავებისთანავე შეუდგა. მან ამერიკის ლიდერებს შორის პრეზიდენტობის პირველ დღეს არა მარტო რეკორდულად ბევრ აღმასრულებელ საპრეზიდენტო განკარგულებას მოაწერა ხელი, არამედ ისტორიაში შევიდა როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ბრძანებულებათა ნაწილს ხელი საჯაროდ 10,000 მხარდამჭერის წინაშე მოაწერა. ხელს აღმასრულებელ განკარგულებებს მოვაწერთ. უპირველეს ყოვლისა გავიწევ წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებულ 80-მდე დესტრუქციულ და რადიკალურ აღმასრულებელ განკარგულებას. იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით გამოცემული რამდენიმე ბრძანება გულისხმობს არა მარტო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ამერიკის სამხრეთ საზღვარზე და იქ შეიარაღებული ძალების განლაგებას, არამედ სასაზღვრო კედლების მშენებლობას, იმიგრანტებისთვის თავშესაფრის მიმნიჭებელი პროგრამების დასრულებას და ამერიკაში დაბადებული ბავშვების ნაწილისთვის მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევას. ზოგიერთი მათგანის აღსრულების საკითხი მეორე დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამერიკის შტატების თითქმის ნახევარი შეუერთდა ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარს ქვეყანაში დაბადებული ბავშვებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევის წინააღმდეგ. კიდევ ერთი შესრულებული დაპირება. თეთრი სახლის ოვალურ ოფისში დაბრუნებისთანავე ტრამპმა შეიწყალა 1500-ზე მეტი მხარდამჭერი, რომლებიც 4 წლის წინ 6 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის დამტკიცების პროცესის დროს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო გაასამართლეს. დანარჩენ ბრძანებებს შორის, რომელთაც ტრამპმა ხელი იმავე დღეს მოაწერა, იყო ამერიკის საერთაშორისო დახმარების შეჩერების განკარგულება, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების ბრძანება. ამ შეთანხმებიდან გასვლით $1 ტრილიონ მეტს დავზოგავთ. გადაწყვეტილებებს გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციიდან გამოეხმაურნენ. სამწუხაროა, რომ შეერთებულ შტატებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება სურს. ჯანმო კრიტიკულ როლს თამაშობს მსოფლიოს ხალხთა, მათ შორის ამერიკელთა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. რეაგირებსა დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე აშენებს უფრო ძლიერ ჯანდაცვის სისტემებს. მუშაობს ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობათა აღმოჩენაზე, პრევენციასა და პასუხზე. ეს რა თქმა უნდა სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია. ის უნდა მივიღოთ და საქმე გავაგრძელოთ. წამს, რომ პარიზის შეთანხმებამ გაზარდა ცნობადობა ერთობლივი ქმედების აუცილებლობაზე, განახლებადი ენერგიის საჭიროებაზე. ამას ქვეყნებისთვის სიმდიდრე მოაქვს და ეს არ შეიცვლება. არ მგონია, რომ ხალხი უარს იტყვის ინვესტიციებზე, რაც დანამდვილებით ძალზე მომგებიანი და ამავე დროს მწვანე ინიციატივების ნაწილია. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ხელისუფლება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ორი ომის ფონზე გადაიბარა, ხაზი მშვიდობის დამყარებას გაუცვა. we will measure our success საკუთარ წარმატებას არა მარტო მოგებული ომებით გავზომავთ, არამედ დასრულებული ომებითა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმ ომებით, რომლებშიც არ ჩავერთვებით. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ გლობალურ ელიტასაც ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დაკავშირებით ტრამპს უნდა, რომ ნატოს წევრთა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაიზარდოს, რასაც ალიანსის ნაწილი ამ ეტაპზე რთულად განსახორციელებლად თვლის. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პასუხად თქვა, რომ ევროპა მოკავშირისგან მსგავს ინიციატივას მხოლოდ უნდა მიესალმებოდეს. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მოკავშირეს შეუძლია მეორე მოკავშირეს გაძლიერება უსურვოს. ამას ხომ ოპონენტი ევროპას არ ეტყოდა. რაც შეეხება თანამშრომლობას ალიანსების, დასავლური სამყაროს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, კანადის, მთელი ნატოს უსაფრთხოებისთვის უნდა ვცადოთ არა მარტო საერთო ენაზე საუბარი, არამედ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და სწორედ ევროპაა, რომელმაც დღეს უნდა იმოქმედოს. ანალოგიური პოზიცია აქვს კაია კალას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. ევროპის წარუმატებელი ინვესტიცია სამხედრო შესაძლებლობებში აგრესორს სახიფათო სიგნალს
უგზავნის. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ საკმარისს არ ვხარჯავთ, ინვესტირების დროა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც სენატმა ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულებისთანავე ერთხმად დაამტკიცა, სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლისას ხაზი მშვიდობის აუცილებლობას გაუსვა. მშვიდობის გარეშე ძლიერ ერად ყოფნა რთულია. რთულია აყვავებულ უკეთეს ქვეყნად ყოფნა. მაგრამ მისი თქმით კონფლიქტის თავიდან აცილება არასდროს მოხდება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე. არასდროს მოხდება ეროვნული ინტერესების ხარჯზე და ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობების ხარჯზე, რაც როგორც ერთს და როგორც ხალხს გაგვაჩნია. ახალ როლში პირველი საერთაშორისო შეხვედრა რუბიომ ქვათთან 4-მხრივი უსაფრთხოების დიალოგის მონაწილე ავსტრალიის, ინდოეთისა და იაპონიის საგარეო უწყებათა ლიდერებთან გამართა. ბლოკის მიზანია დაუპირისპირდეს ჩინეთის ეკონომიკურ და სამხედრო ამბიციებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაია ქვარცხალა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.